მოგესალმებით სულ ყველას. დღეს ამ ვიდეოს ჩაწერა ჩემთვის იყო ძალიან ძნელი, წარმოუდგენლად ძნელი. 1-2 დღე აზზე მოვდიოდი, დღემდე ვერ ვიჯერებ, მომკალი, მაგრამ რაც მოხდა, ვერ ვიჯერებ. მაგრამ მივიღე უამრავი წერილი, უამრავი კომენტარი და ფიზიკურად ყველას ნამდვილად ვერ გაგცემთ პასუხს და გადავწყვიტე მაინც გავაკეთო ეს ვიდეო, ეს მიმოხილვა, ასე რომ დღეს თეთრი სახლის თლიან ქართს გამვიხილავთ. სანახაობის და მასშტაბების თვალსაზრისით ეს იყო ძალიან გრანდიოზული ტურნირი. დაფიქრდით, იყო 7 ბრძოლა და 7-ვე ეს ბრძოლა დასრულდა ფინიშით. MMA-ის კომაგებისთვის ეს იყო ნამდვილი დღესასწაული, მაგრამ ჩვენთვის, ქართველებისთვის ეს იქცა ტრაგედიად. ამ ვიდეოში დღეს გაჩვენებთ სულ ყველა ბრძოლას განვიხილავთ და რა თქმა უნდა ილია თოფურიას ბრძოლას დეტალურად გადავხედავთ, თითქმის ყველა რაუნდს დეტალურად შევხედავთ და რა ვიცი, ვისაუბრებთ თეორიებზეც ვისაუბრებთ და თვითონ შედეგზე და რეალობაში რა მოხდა იმაზეც ვისაუბრებთ. მაგრამ იქამდე გახსოვდეთ, რომ ამ გადაცემის გენერალური სპონსორი არის კომპანია გლობალი. ავტოიმპორტის სამყაროში ყველაზე მაგარი კომპანია და რა თქმა უნდა Burger Paradise-ის გარეშე არ არსებულია ეს გადაცემა და იცოდეთ, რომ Burger Paradise დღესაც 35%-იანი ფასდაკლება აქვს და უგემრიელესია. ასე რომ შეუკეთეთ ნებისმიერი გამოძახების სერვისში. მე კიდევ ვიწყებ. Фильм производства Марка Лестера, Мартина Каана, режиссера Марка Лестера. Дольф Лундгрен, Брэндон Ли. В фильме «Разборка в маленьком Токио». ალბათ შეამჩნიეთ, რომ ეს ვიდეო Paramount Pictures-ის შესავლით დავიწყე. ეს შემთხვევითი არ მოხდა. ამას ძალიან სიმბოლური დატვირთვა აქვს. იმიტომ რომ ყველაფერი რაც ამ ტურნირზე ხდებოდა, საოცრად გვაგონებდა 90-იანი წლების კლასიკულ მძაფსიუჟეტიან ჰოლივუდურ ფილმს, სადაც აბსოლუტურად ყველაფერი ზუსტად ისე ლაგდებოდა, როგორც თავად ამერიკელებს აწყობთ. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ეს ტურნირი ამერიკის აბსოლუტურ ტრიუმფად იქცა. ერთი წუთით დაფიქრდით დონალდ ტრამპის დაბადების დღესა და ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250 წლის თავის აღსანიშნავად, ამაზე უკეთესი სცენარის დაწერა და მოვლენების უკეთესი განვითარების მოფიქრება უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. ვიზუალურად ეს ყველაფერი განსაცვიფრებლად და წარმოუდგენლად ეფექტურად გამოიყურებოდა. უკრავს ცოცხალი ორკესტრი, სპორტსმენები ეფექტურად გამოდიან პირდაპირ ოვალური კაბინეტიდან, რაღაც მომენტში ისეთი შეგრძნება გეუფლებოდა, თითქოს ეს ყველაფერი კომპიუტერული თამაშის ერთი ლამაზი კატსცენაა. ან უფრო სწორედ რომ ვთქვათ, ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც იმ ნამდვილ ამერიკულ ბლოკბასტერებში, რომლებიც ჟანრის კანონების მიხედვით გრანდიოზული ჰეპი-ენდით სრულდება. მოდით ნუ ღარ დავკარგავთ დროს და პირდაპირ პირველ ბრძოლაზე გადავიდეთ. არ დავიწყებ მებრძოლების პირადი ისტორიებისა და იმის მოყოლას თუ როგორ მივიდნენ ისინი ამ ტურნირამდე, ვინც ჩემს გარჩევებს მუდმივად უყურებს, ისედაც მშვენივრად იცნობს ამ ბიჭებს, ასე რომ პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. ამ ისტორიულ ქართს ხსნიდა დაპირისპირება ქვემს ბუქწონაში 66 კილოგრამში. ბრაზილიელი დიეგო ლოპესი ოქტაგონზე ამერიკელ სტივ გარსიას დაუპირისპირდა. თუმცა აქ არის ერთი უმნიშვნელოვანესი კულისებს მიღმა დეტალი. თუ ვინმე მარიცით, სწორედ ლოპესი უნდა ყოფილიყო ჩვენი მთავარი მოვლენა ილია თოფურიას და ჯასტინ გეიჯის ბრძოლის დამზღვევი. თავდაპირველად დამზღვევად არმან სარვიკანი განიხილებოდა, მაგრამ ის მოიხსნა. შემდეგ მაურისიო რუფი იგეგმებოდა, თუმცა სულ ბოლოს UFC იღებს გადაწყვეტილებას, რომ სატიტულო ბრძოლას დიეგო ლოპესი დაასრულებს. უბრალოდ წარმოიდგინეთ, ბიჭს წონის ჩაბარება ერთბაშად ორ კატეგორიისთვის მოუწია 66-ისთვის და 70 კილოგრამისთვის. საბოლოოდ, როგორც უკვე ვიცით, მთავარი მოვლენის დაზღვევა საჭირო აღარ გახდა და ლოპესი ტურნირის გასახსნელად გამოვიდა. ბრძოლის მომენტისათვის სიტუაცია ასეთი იყო. დიეგო ლოპესი რეიტინგში მეორე პოზიციას იკავებდა, ხოლო სტივ გარსია მე-9-ს. როგორც მოსალოდნელი იყო, მებრძოლებს ბევრი არ უფიქრიათ და ურთიერთობის გარკვევა პირდაპირ დგომში დაიწყეს. პირველმა რაუნდმა კონკურენტულ ბრძოლაში ჩაიარა. ორივეს ჰქონდა შესანიშნავი დარტყმები, მაგრამ მთლიანობაში თუ ვიმსჯელებ, ამერიკელი ოდნავ უკეთ გამოიყურებოდა. უკეთესი ტაიმინგისა და სისწრაფეში უპირატესობის ხარჯზე ის ბრაზილიელს ჯაბნიდა. ეს არ ყოფილა ტოტალური დომინაცია, მაგრამ პირველი მონაკვეთი სტივ გარსიამ წაიღო ანგარიშით 10-9. We
Second round. Stop. Bridges. მეორე რაუნდი ზუსტად იგივე სცენარით დაიწყო. 5 წუთიანი რაუნდის შუამდე მცირე ინიციატივა კვლავ გარსიას ხელში რჩებოდა. ის ოდნავ უფრო ზუსტი იყო, მაგრამ შემდეგ ამერიკელი ფატალურ შეცდომას უშვებს და მჭიდრო დარტყმების ცვლაში ერთვება და ღია ჩხუბზე მიდის. და აი ამ სტიქიაში დიეგო ლოპესი უბრალოდ უკეთესი აღმოჩნდა. ბრაზილიელმა იპოვა სუსტი წერტილი, რამოდენიმეჯერ მძლავრად მოარტყა თავის მეტოქეს, გარსია მიწაზე დააგდო და პარტერში ცივსისხლიანად ჩაქოლა. როგორც შედეგი, დიეგო ლოპესმა ეს ბრძოლა მეორე რაუნდში ნოკაუტით მოიგო. See what I mean by going forward? He got forward. Garcia's out. Lopez, what a round! Diego Lopez. მიუყვებით შემდგომ ბრძოლას, საშუალო წონა, ლიმიტი 84 კილოგრამი და ოქტაგონზე ორი ამერიკელი ხვდება ერთმანეთს, ბონ ნიკალი კაილ დოკასის წინააღმდეგ. მოდით ბრძოლის წინ არსებულ ციფრებს გადავხედოთ. დაპირისპირების მომენტისათვის დოკასის პროფესიონალური რეკორდი 17 გამარჯვებას და 5 მარცხს შეადგენდა. მისი მეტოქის ბონ ნიკალის ანგარიშზე კი 9 გამარჯვება და მხოლოდ 1 წაგება იყო. უშუალოდ UFC-ის კედლებში ნიკალს 7 ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა ნოკაუტით რენიე დერიდერთან. ორივე ეს ბიჭი საბაზისო მოჭიდავია. აბსოლუტურად ყველა მაყურებელი და ანალიტიკოსი აქ ხისტ უკომპრომისო ჭიდაობას ელოდა პარტერში და ფაქტობრივად ყველაფერი სწორედ ასე დაიწყო. პირველივე წამებიდან ბონ ნიკალმა საქმე შორეულ თაროზე არ გადადო, ეფექტური გდებით მან თავისი მეტოქე ძირს გადაიყვანა. 3 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში ნიკალი პარტერში ზედა პოზიციიდან ტოტალურად დომინირებდა. კი, კაილ დოკასი ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას და დროთა დრო ქვემოდან ახერხებდა რაღაცას, მაგრამ ნიკალი სისასტიკი სრულიად სხვა დონეზე მუშაობდა. თავისი ბრუტალური იდაყვებით მან მეტოქეს ფაქტობრივად სახე დაუმტრია და შუბზე სერიოზული ჭრილობა გაუხსნა. თითქოს ჩანდა რომ რაუნდი ასეც მიწაზე დასრულდებოდა, მაგრამ 5 წუთიანი მონაკვეთის ბოლოსკენ რეფერი იღებს გადაწყვეტილებას და მებრძოლებს ფეხზე აყენებს. ბიჭები რამდენიმეჯერ ცვლიან დარტყმებს და აი აქ დგება კულმინაცია. ნიკალი მძლავრი ფრონტკიკით არყევს დოკას. შემდეგ მაშინვე დაწევაზე მოსდევს ზუსტი ორდარტყმიანი კომბინაცია და გაბრუებული დოკასი მიწაზე ეცემა. ბონ ნიკალი ცივსისხლიანად მიხვდება მას პარტერში და ბრუტალურად ამთავრებს საქმეს. როგორც შედეგი, ბონ ნიკალის დომინანტური გამარჯვება ტექნიკური ნოკაუტით პირველივე რაუნდში. შემდგომი ბრძოლა მსუბუქ წონაში შედგა. ლიმიტი 70 კილოგრამი. ოქტაგონზე ერთმანეთს ბრაზილიელი მაურისიო რუფი და ამ სპორტის ნამდვილი ვეტერანი 40 წლის ამერიკელი მაიკლ ჩენდლერი დაუპირისპირდნენ. მოდით სწრაფად გადავხედოთ მონაცემებს. ბრძოლის მომენტისათვის მაურისიოს პროფესიონალური რეკორდი 13 გამარჯვებასა და 2 მარცხს შეადგენდა. UFC-ში მან 6 ბრძოლა ჩაატარა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა ფრანკ ბენუა სენდენისთან. ზოგადად რუფი შესანიშნავი სტრაიკერია, რომელიც თავისი სტილით ძალიან ჰგავს პიკში მყოფ კონორ მაკგრეგორს, თუმცა სწორედ ფრანკთან ბრძოლაში გამოჩნდა, რომ ბრაზილიელის ჭიდაობასა და პარტერში მცირე ხარვეზები აქვს. მიუხედავად ამისა, ამ დაპირისპირების წინ ის უდიდეს ფავორიტად ითვლებოდა და მის გამარჯვებაში ეჭვი ფაქტობრივად არავის ეპარებოდა. რაც შეეხება მაიკლ ჩენდლერს, გულწრფელად გეტყვით, ამ მებრძოლისთვის პენსიაზე გასვლის დრო უკვე მოსულია. ოქტაგონზე გამოსვლამდე მისი რეკორდი იყო 23 გამარჯვება და 10 მარცხი. დიახ, ის ორგანიზაცია ბელატორის აბსოლუტური ლეგენდაა, სადაც მრავალი გზის ჩემპიონი გახდა. მაგრამ 2021 წელს UFC-ში გადმოსვლის შემდეგ მისი საქმეები უკან წავიდა. ჩატარებული 7 ბრძოლიდან 5 წააგო და კონკრეტულად ამ დაპირისპირებას ზედიზედ 3 მარცხით შეხვდა. ამ ყველაფრის მიუხედავად გულშემატკივრებს ის უყვართ და გასაგებისაა რატომ. ჩენდლერი ყოველთვის დგამს შოუს, ყოველთვის იბრძვის თავხედურად, ხისტად და მიდის ბოლომდე. გადავიდეთ უშუალოდ ბრძოლაზე. რა თქმა უნდა, მებრძოლებმა დაპირისპირება დგომში დაიწყეს. თავდაპირველად მაურისიო არსად ჩქარობდა. ის ცივსისხლიანად მუშაობდა მეორე ნომრად და მეტოქეს კონტრშეტევაში უმზადებდა დარტყმებს. ჩენდლერი კი ფიზიკურად ვერ ახერხებდა მასთან მიახლოებას, დისტანციის შემცირების ყოველი მისი მცდელობა მწარე შემხვედრი ჯებით ხისტად ჩერდებოდა. რაუნდის შუაში ტემპმა იმატა. რუფიმ თავის მეტოქეს ბრუნში ფეხს ურტყავს, მაგრამ აცილებს, რის გამოც მყისიერად იღებს ამერიკელისგან ეფექტურ სუპერმენ პანჩს. ამის შემდეგ მებრძოლები მაშინვე ღია ცვლაში ჩაერთნენ, სადაც ბრაზილიელი გაცილებით უფრო ზუსტი და საშიში ჩანდა. კულმინაცია რაუნდის მიწურულს მეოთხე წუთის დასაწყისში დადგა. რუფი მეტოქეს ბადესთან ამწყდეს და ბრუნში კიდევ ერთხელ ახერხებს ფეხის დარტყმას. ნათლად ჩანდა, რომ ჩენდლერი მდგომიარე ნოკდაუნში აღმოჩნდა. ამერიკელმა ინსტინქტურად სცადა თავის გადარჩენა ჭიდაობით და მეტოქეს ფეხებში შეუვარდა, მაგრამ ბრაზილიელმა გდებისგან თავი იდეალურად დაიცვა. ის ვეტერანს მოკლე შემხვედ აპერკოტს ახვედრებს, მიწაზე აგდებს და ტოტალურ დომინაციას იწყებს. რუფიმ უბრალოდ გაანადგურა თავისი მეტოქე დარტყმებით. შედეგი მაურისიო რუფის შთამბეჭდავი გამარჯვება ნოკაუტით პირველივე რაუნდის ბოლოს, რის შემდეგაც ის პირად მილოცვებს პირდაპირ დონალდ ტრამპისგან იღებს. Declaring the winner by TKO. Mauricio
და იმ ძიმე წონამდეც მივედით. ოქტაგონზე დივიზიონის ყველაზე ეპატაჟური პროსპექტი და უმარცხებელი ჯოშ ჰოკიტია. ბრძოლის მომენტისათვის მისი იდეალური რეკორდი 9-0 იყო და UFC-ში 3 გამარჯვებისგან შემდგარი შესანიშნავი სერია ჰქონდა. მისი მეტოქე დონალდ ტრამპის საყვარელი მებრძოლი ლეგენდარული დერეკ ლუისია. შეგახსენებთ, რომ ლუისი ნოკაუტების რაოდენობით UFC-ის აბსოლუტური რეკორდსმენია. მაგრამ დრო თავის აშურება. ვეტერანი უკვე 41 წლისაა და ამ დაპირისპირებაში ის უდიდეს ანდერდოგად ითვლებოდა. გადავიდეთ უშუალოდ ბრძოლაზე. პირველივე წამებიდან ნათლად ჩანდა თუ რამდენად უფრო მობილური იყო ჰოკიტი ოქტაგონზე და ეს გასაკვირი სულაც არ არის. ის ლუიზე თითქმის 15 კილოგრამით მსუბუქი იყო. ჯოში დისტანციიდან გონივრულად მუშაობდა და დერეკის უმძიმე ზარბაზნებს მუდმივად გაურბოდა. მას მშვენივრად ესმოდა ლუისის მხოლოდ ერთი დარტყმა და ეს ყველაფერი ღრმა ნოკაუტით დასრულდებოდა. ბრძოლის წინ ბევრი ექსპერტი ერთხმად ამტკიცებდა, ჰოკიტის შანსი მხოლოდ ერთ რამეშია, მეტოქის მიწაზე გადაყვანა, რადგან ლუისის მთავარი სუსტი წერტილი ყოველთვის სწორედ პარტერი იყო. და ამ პროგნოზმა 100%-ით გაამართლა. ბრძოლის დაწყებიდან 2 წუთის შემდეგ ჯოში თეიკდაუნს ასრულებს და დერეკი მიწაზე გადახავს. ლუისის გულშემატკივრების სამწუხაროდ ნოკაუტების რეკორდსმენმა ფიზიკურად ვეღარ შეძლო წამოდგომა. ჰოკიტი გონგამდე ტოტალურად დომინირებდა მიწაზე და ეს რაუნდი თავის ყულაბაში დამაჯერებლად ჩაიდო. როგორც კი მეორე რაუნდი დაიწყო, შეუიარაღებელი თვალითაც შესამჩნევი გახდა, რომ ლუისი საგრძნობლად შენერდა და ის აშკარად დაიღალა. და ის სწორედ აქ ჰოკიტი ტაქტიკას ცვლის. მეორე წუთის ბოლოს ის ვეტერანის მეთოდურ განადგურებას პირდაპირ დგომში იწყებს. ჯოში გაცილებით უფრო ზუსტი იყო და კოლოსალურ ზიანს აყენებდა მეტოქეს. მესამე წუთის ბოლოსკენ მიღებული დარტყმებისგან ლუისი უკვე ფაქტობრივად ბარბაცებდა. კი, ის უკანასკნელი ძალებით მაინც ისროდა თავის საფირმო ბომბებს გადამრჩენელი დარტყმის იმედით, მაგრამ ყველაფერი მიზანს სცდებოდა. კულმინაცია მეორე რაუნდის ბოლოს დადგა. ჰოკიტმა ძალა გამოსვლილი მეტოქე ბადესთან მიიმწყვდია, იდაყვების დარტყმებით რამდენიმეჯერ მაგრად შეარყია, რის შემდეგ დგომში დაიწყო მისი ტოტალური განადგურება. ეს იქამდე გრძელდებოდა, სანამ ლუისი უბრალოდ ძირს არ დაეცა. შემდეგ უკვე ტექნიკის საქმე იყო, უსასტიკესი ჩაქოლვა რეფერის ჩარევამდე. როგორც შედეგი, ჯოშ ჰოკიტი იმარჯვებს და თავისი უნაკლო რეკორდი აღყავს 10-0-მდე. ალბათ უკვე მოვიდა დრო, რომ ორგანიზაციამ ის მძიმე წონის ტოპ 3-ის რომელიმე მებრძოლს დაუპირისპიროს. დიახ, გულწრფელად გეტყვით, ჩვენ ქართველებს ეს სპორტსმენი აშკარად არ გვიყვარს. არ მოგწონს მისი ქცევა, მისი ეპატაჟი და განსაკუთრებულად ის შეურაცხყოფა, რასაც ის ილია თოფურიას მისამართით კადრულობს. მაგრამ მოდით გულწრფელები ვიყოთ. ჯერჯერობით ის დგამს შოუს, ართობს პუბლიკას და არც ერთხელ არ დამარცხებულა. UFC-ის ხელმძღვანელობა კი ასეთ პროსპექტებს უბრალოდ აღმერთებს. Listen, Alex Pereira, I want a shama on your mama. გადავდივართ მსუბუქეს წონაზე, კატეგორია 61 კილოგრამი, რეიტინგის მე-6 ნომერი კანადელი აიმან ზახაბი, მესამე ნომრისა და UFC-ის ყოფილ ჩემპიონის შონ ომელის წინააღმდეგ გამოდის. შონს განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება, ყველას გვახსოვს როგორ მიიწევდა ის დამაჯერებლად 6 გამარჯვებისგან შემდგარი სერიიდან და როგორ დაისაკუთრა ჩემპიონის ქამარი. მაგრამ შემდეგ დადგა 2024 წელი, ის შეხვდა ჩვენ ქართველ მანქანას მერაბ დუალიშვილს და ტიტული დაკარგა. 2025 წელს UFC-მ მათ რევანში მოუწყო და ჩვენმა მერაბმა კვლავ დაამტკიცა თავისი კლასი, როცა ამერიკელი მახრჩობელა ილეთით დააფინიშა. მიმდინარე წელს შონმა თავისი მარცხი ერთი გამარჯვებით გადაფარა და ახლა თეთრი სახლის კარზე გასაფრწყინებლად გამოვიდა. რაც შეეხება მის მეტოქეს, აიმან ზახაბის შესაძლოა ფართო საზოგადოება ისე კარგად არ იცნობს. მაგრამ ამ დაპირისპირებას ეს ბიჭი ზედიზედ 7 გამარჯვებისგან შემდგარი შთამბეჭდავი სერიით შეხვდა. კანადელის საერთო პროფესიონალური რეკორდი ოქტაგონზე გამოსვლის მომენტისათვის იყო 14 გამარჯვება და 3 მარცხი. გადავიდეთ უშუალოდ ბრძოლაზე. დაპირისპირება არასრული 2 რაუნდი გაგრძელდა. მთელი პირველი მონაკვეთი შონ ომელი თავის საფირმო სტილში ცივსისხლიანად ცხრილავდა ზახაბის დისტანციიდან. კანადელს აშკარად არ ესმოდა როგორ მიახლოვებოდა მეტოქეს და როგორ გაეტეხა მისი დაცვა. თავდაპირველად რაუნდი არც ისე სანახაობრივად ვითარდებოდა. მიდიოდა ტექნიკური დარტყმების გაცვლა, მაგრამ 5-წუთიანი მონაკვეთის სულ ბოლოს ომელი მეტოქე მაგრად შეარყია. ამ წარმატების განვითარების და ვადამდელი გამარჯვების მოპოვების საშუალება შონს უბრალოდ გონგმა არ მისცა. ეს რაუნდი უპირობოდ ამერიკელის ყულაბაში მიდის. Nice flurry from Sean O'Malley. მეორე რაუნდში შონის დომინაცია გაგრძელდა. მან საბოლოოდ იპოვა თავისი დისტანცია, კარგად მუშაობდა ჯებებით, შესანიშნავად არიდებდა თავს მეტოქის ნებისმიერ გამოხტომას და კონტრშეტევაზე მას უსასტიკესად სჯიდა. და აი კულმინაციაც რაუნდის ბოლოსკენ ამერიკელი ზახაბის მოკლე მარცხენა შემხვედ დარტყმას ახვედრებს. კანადელი მიწაზე ეცემა, მაგრამ ინსტინქტურად მაშინვე ფეხზე დგება და ზუსტად ამ მომენტში დაწევაზე ომელი ისვრის უბრალოდ გამანადგურებელ მარჯვენა დარტყმას. შედეგად მივიღეთ ნოკაუტი. ეს იყო წარმოუდგენლად
ნამდვილად ეფექტური, ლამაზი და ნამდვილად ამერიკულ სტილში გამარჯვება. დარწმუნებული ვარ, ასეთი შოუთი დონალდ ტრამპი სრულ აღფრთოვანებაში დარჩებოდა. პირადად ჩემი აზრით, ასეთი შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ შონ ომელიმ პირველი პრეტენდენტის სტატუსი ცალსახად დაიმკვიდრა. დარწმუნებული ვარ, მომდევნო ბრძოლაში ის კვლავ ტიტულისთვის იჩხუბებს, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც პიოტერ იანსა და ჩვენს მერაბ დვალიშვილს შორის ისტორიული ტრილოგიაში გამარჯვებული გაირკვევა. ამ ტურნირის მთავარი მოვლენა მძიმე წონაში სირილ განისა და ალექს პერეირას დაპირისპირებაა. ამ ბიჭების ბიოგრაფიაში ღრმად აღარ შევალ, მათ თავადაც მშვენივრად იცნობთ, ხოლო თუ ვინმემ გამოტოვა, ჩემს არხზე თითოეულ მათგანზე დეტალური დოკუმენტური ფილმი მიდევს. ეს სპორტსმენები აბსოლუტური ტოპ დონის მებრძოლები არიან. სირილ განი პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო მძიმე წონასანი, ელიტარული ყოფილი კიკბოქსერი და უნივერსალია. UFC-ში მან 13 ბრძოლა ჩაატარა და მხოლოდ 2-ჯერ დამარცხდა. ისიც ამ სპორტის მთავარ ლეგენდებთან, ფრენსის ნგანუსთან და ჯონ ჯონსთან. შეგახსენებთ, რომ ბოლო დაპირისპირებაში განმა ოქტაგონი ტომას პინალთან გაიყო, მაგრამ თვალში არალეგალური თითის მოხვედრის გამო ეს ბრძოლა ჩაშლილად გამოცხადდა. ალექს პერეირა ნამდვილი ცოცხალი ლეგენდა. მან 84 კილოგრამამდე დივიზიონი დაასუფთავა და მოიპოვა ქამარი. 93 კილოგრამში ავიდა, სადაც ასევე დაისაკუთრა ქამარი და ახლა მძიმე წონაში გადმოვიდა, რათა ისტორია დაწეროს და მესამე ტიტული აიღოს. ბუკმეკერებს ამ დაპირისპირებაში გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავდა, თუმცა გულშემატკივრების უმეტესობა მაინც ბრაზილიელის გამარჯვებისკენ იხრებოდა. ბრძოლა მოთელვის გარეშე დაიწყო. ბრაზილიელმა მაშინვე ხისტი ჰაიკიკი გაისროლა და მთლიანობაში ფეხებით ძალიან ეფექტურად მუშაობდა. ფრანგი კი საპასუხოდ დისტანციიდან ტექნიკურად იკმინებოდა. მებრძოლები მოვლენებს არ აჩქარებდნენ, ხის გაცვლებს ერიდებოდნენ და მაქსიმალურად ფრთხილად მუშაობდნენ. ერთი მომენტი სირილ განმა მეტოქის პარტერში გადაყვანა სადა, მაგრამ პერეირამ თავი ძალიან კარგად დაიცვა. რაუნდის მესამე წუთზე განმა მარჯვენა მჭიდრო პირდაპირი დარტყმით ალექსი ოდნავ შეარყია. ამის შემდეგ ფრანგმა უფრო დამაჯერებლად დაიწყო მოძრაობა. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად პერეირა მაინც პრესინგით მიიწევდა წინ, მაგრამ დარტყმები ყოველთვის ვერ მიჰქონდა მიზანში. 5 წუთიანი მონაკვეთის მსვლელობისას სირილი უკეთესად გამოიყურებოდა, თუმცა სულ ბოლოს ალექს თითქოს მეორე სუნთქვა გაეხსნა. ბრაზილიელი მკვეთრად ჩაერთო, შეტევაში შემხვედრ კურსზე ბრუტალურად გამოიჭირა მეტოქე და გონგს რომ არ დაერეკა, საქმე სრულიად შესაძლებელია ნოკაუტით დასრულებულიყო. მიუხედავად ამისა, პირველი რაუნდი მინიმალური სხვაობით განის ყულაბაში მიდის ანგარიშით 10-9. A lot of pointed advice while some მეორე მონაკვეთის დასაწყისში მებრძოლებმა მაშინვე გაცვალეს მძიმე დარტყმები. ფრანგმა კვლავ სადა ჭირაობაში შესვლა, მაგრამ უშედეგოდ. და იმ მომდევნო შეტევაში სირილ განი მოკლე მარჯვენა ჯებით ბრაზილიელს მიწაზე აგდებს. განი სასტიკი დასრულებისთვის გაიწია. რაღაც მომენტში თითქოს ჩანდა, რომ ეს ფინალი იყო. აფექტის მდგომარეობაში მყოფმა ფრანგმა თავის მეტოქეს კეფაშიც კი მიაყენა იდაყვებით რამოდენიმე დარტყმა. ბრძოლა იმდენად სწრაფად ვითარდებოდა, რომ რეფერიმ უბრალოდ ვერ მოასწრო ამ რამოდენიმე წამიან არალეგალურ დარტყმებზე რეაგირება. გურწმელად რომ თქვათ, ასეთი ზიანის შემდეგ მებრძოლების 90% ვეღარ წამოდგებოდა. მაგრამ ალექს პერეირამ მორიგი სასწაული მოახდინა. ის ხასიათის ხარჯზე წამოდგა და ჩხუბი გაგრძელდა. აშკარა იყო, რომ ბრაზილიელი მძიმედ იყო შერყეული და თავს კარგად ვერ გრძნობდა. ფრანგმა ეს მყისიერად იგრძნო, მაქსიმალური პრესინგი ჩართო და ოპონენტის პირდაპირ დგომში განადგურება დაიწყო. პერეირამ უამრავი უსასტიკესი დარტყმა მიიღო საკუთარ თავზე და საბოლოოდ რეფერიმ ვეღარ გაუძლო ამ ცემას და დაპირისპირება შეაჩერა. შედეგი სირილ განის შთამბეჭდავი გამარჯვება ტექნიკური ნოკაუტით მეორე რაუნდში. ახლა ფრანგის მხრებზე ერთბაშად 2 ქამარია და ორივე დროებითი. ვიმედოვნებ, რომ სულ მალე სირილ განი ტომას პინალს შეხვდება ნამდვილ ტიტულზე. ველოდებით ამ სუპერფაიტის დაანონსებას. საღამოს მთავარი ბრძოლა მსუბუქი დივიზიონის უდავო ჩემპიონის ტიტულისთვის მოქმედი ჩემპიონი ილია თოპურია დროებითი ჩემპიონი ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ. ყველამ კარგად ვიცით, რიციც დასრულდა ეს დაპირისპირება. ჩვენთვის გულშემატკივრებისთვის ეს შედეგი ნამდვილად ტრაგედიად იქცა. ბევრს ჯერ კიდევ ვერ დაუჯერებია, რომ კარიერის მიწურულს მყოფმა ვეტერანმა, რომელიც ხელთათმანების ლურს მასზე ჩამოკიდებას გეგმავდა, ჩვენი ჩემპიონის დამარცხება და ამ გამარჯვების მოპოვება შეძლო. ამ მარცხის თეორიებს მოგვიანებით შემოვინახავ, ახლა კი მოდით ეს ბრძოლა ტექნიკური თვალსაზრისით ცივსისხლიანად გავარჩიოთ. პირველი რაუნდი. ბრძოლა იწყება და ამერიკელი მაშინვე ისვრის ჯებს. ილია ბლოკში ამოფარებული ცივსისხლიანად მიიწევს წინ.
გეიჯი ჭიდაობაში შესვლასაც კი ცდილობს, მაგრამ უშედეგოდ. ამერიკელი აგრძელებს ჯებით მუშაობას, ქართველი ბლოკს ინარჩუნებს და რამოდენიმე ზუსტ ლოუ-ქიკს პასუხობს. პირველი წუთის მიწურულს მებრძოლები ხის გაცვლაში შედიან. ილია ბადესთან უძლიერეს დარტყმას ბრწყინვალედ ახვედრებს, ეს ლამაზად და ძალიან სახიფათოდ გამოიყურებოდა, მაგრამ გეიჯი თოფურიას პირდაპირ ცხვირში ურტყამს უსასტიკეს ჯებს. მომდევნო გაცვლაში ამერიკელი ჰაი-კიკს ასრულებს, ილია ბლოკს აყენებს, მაგრამ დარტყმა ძალიან მძლავრი იყო. ამასობაში ქართველს მარჯვენა თვალი უსივდება. ზიანის მიუხედავად თოფურია ისევ მიდის შეტევაზე და კვლავ აწყდება ხის ჯებს ზუსტად იმ პრობლემურ თვალში, რომელიც მას აქვს დაზიანებული. უკვე პირველი რაუნდის შუაში აშკარა ხდება, ჩვენს მებრძოლს მხედველობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები დაეწყო. ის დარტყმებს ზუსტად იმ მხრიდან უშვებს, რომელსაც ვერ ხედავს. ამის შემჩნევისთანავე გეიჯი თავის ბომბებს ააქტიურებს და ისინი მიზნამდე სულ უფრო ხშირად მიაქვს. ილია ნორმალურად დაცვას და დისტანციის შემცირებას ვერ ახერხებს, არადა მისი სერიული კომბინაციები სწორედ დაახლოებისას არის სასიკვდილო. მაგრამ ხასიათი თავისაშურება. რაუნდის ბოლოს თოფურია გაცვლებში შედის. კორპუსში მძლავრი დარტყმებით ამერიკას არყევს და რაუნდის დასასრულს 100%-ით იგებს. თუმცა მსაჯები ამ რაუნდს მინიმალური ანგარიშით 10-9 ჯასტინ გეიჯის აძლევენ. შესვენებაზე ჩანს, რომ თოფურიას თვალი საგრძნობლად ჩაუსივდა, მაგრამ მას მეორე ჯამთელი თვალი შერჩა და ის ბრძოლის გასაგრძელებლად გამოდის. It seemed like he was trying to get a beat on Gaethje. 47% for the UFC lightweight title. მეორე მონაკვეთს გეიჯი მარჯვენა დარტყმით იწყებს, მაგრამ საპასუხოდ ყისიერად იღებს ხის ჯებს ცხვირში. ამ დროს თოფურია ლოუ-ქიკს არტყამს, მებრძოლები გაცვლაში შედიან და ილია კვლავ არყევს მეტოქეს. ქართველი გაცილებით უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდა. რაუნდის შუაში თოფურია ჯასტინს ბადესთან ამწყდეს და მისი კორპუსის ცივსისხლიან დაცხრილვას იწყებს. ეს იყო ღვიძლსა და ნეკნებში უსასტიკესი დარტყმები. მესამე წუთის მიწურულს ამერიკელი ამ ტკივილს ვეღარ უძლებს და ნოკდაუნში ვარდება. ილია მაშინვე ეცემა გეიჯის ზემოდან. გულშემატკივართა აზრი აქ ორად იყოფა. ზოგიერთის აზრით სწრაფი ჩაქოლვა იყო საჭირო. ზოგი კი ფიქრობს, რომ ილიას ეგრევე უნდა გაეფორმა მახრჩობელა. თუმცა ილია არმბარზე გასვლას ირჩევს, მაგრამ ხელის გამოღებას ვერ ახერხებს. მიწაზე ცოტა ხნის ground and pound-ში მუშაობის შემდეგ თოფურია მახრჩობელა სამკუთხედს კრავს ზუსტად ისე, როგორც ეს ხაბიბ ნურმაგომედოვმა გააკეთა გეიჯის წინააღმდეგ რამოდენიმე წლის წინ. მაგრამ მილეთის ბოლომდე მისაყვანად ძალა აღარ ყოფნის. ბოლო წუთს ორივე წარმოუდგენლად გამოფიტული მებრძოლი უბრალოდ წევს მიწაზე. ჩანდა, რომ ისინი ბანალურად ცდილობენ ძალების და სუნთქვის აღდგენას. ეს რაუნდი ილიამ უდაოდ თავის სასარგებლო დაასრულა. კუთხეში გეიჯი აღიარებს, რომ კორპუსში დარტყმები წარმოუდგენლად მძლავრი იყო. მესამე რაუნდის წინ თვალშისაცემია გაბარიტებში სხვაობა. გეიჯი მინიმუმ 10 კილოგრამით მძიმე ჩანს, მაგრამ მთავარი აქ ის არის, რომ ამერიკელი ამ რაუნდში ისე გამოდის, თითქოს მეორე სუნთქვა გაეხსნა. როგორ შეძლო მან ნოკდაუნის შემდეგ ასე სწრაფად აღდგენა, ნამდვილი შოკია. მესამე რაუნდში ჯასტინის ჯებები სულ უფრო ხშირად პოულობს მიზანს. უმტრევს ქართველს ცხვირსა და ტრაუმირებულ თვალს. მეორე წუთის ბოლოს ამერიკელის უძლიერეს კროს ბრძოლა მიწაზე გადაყავს. გეიჯი თოფურიას კისერში წვდება და დახრჩობას ცდილობს, მაგრამ პარტეში სამუშაოდ მას ბანალურად ძალა ან უნარები არ ყოფნის. როდესაც მებრძოლები დგომში ბრუნდებიან, აშკარა ხდება, რომ ილიას ორივე თვალი ჩაუსივდა. საშიშია იმის წარმოდგენაც კი თუ რას განიცდიდა ის ამ მომენტში. ვიზუალურად ისე ჩანდა, თითქოს ფაქტობრივად ვერაფერს ხედავდა, მაგრამ წინსვლას მაინც აგრძელებდა. კოლოსალურ ზიანს იღებდა და იშვიათად თავის დარტყმებითაც პასუხობდა. ასეთი ტრავმებით გამარჯვება წარმოუდგენელია. გეიჯი რაუნდის ბოლომდე დომინირებს და ჯაბნის ჩემპიონს დგომშიც და კლინჩიც. ამის ყურება მტკივნეული იყო, მაგრამ ილიას უკან ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს. მეოთხე რაუნდის წინ ილიას ძმა ალექსანდრე თოფურია ექიმის გამოძახებას ითხოვს. ჩემპიონის სახე საშინლად დაზიანებულია. თვალებიდან ფაქტობრივად ვეღარ იყურება. ექიმი მას სინჯავს და ბრძოლის შეჩერების გადაწყვეტილებას იღებს და ეს აბსოლუტურად სწორი სამედიცინო თვალსაზრისით დასაბუთებული გადაწყვეტილება იყო. მაგრამ რეფერი ეკითხება ილიას, შეგიძლია ჩხუბი და თოფურია პასუხობს დიახ. ამ მომენტში ჩვენ ხვდებით, თოფურია აბსოლუტური მეომარია. სამწუხაროდ ის ბრძოლის გასაგრძელებლად მიდის. მას წყლის წესიერად დალევის საშუალებასაც კი არ აძლევენ და ოქტაგონზე ისე უშვებენ, როგორც ხორცსაკებ მანქანაში. მეოთხე რაუნდი ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცა. მთლიანად დახუჭული თვალებითა და დამტრეული სახით ჩვენი მებრძოლი ვერაფერს ხედავდა. ის იმდენად იყო გამოფიტული, რომ გეიჯის ის მარტივად გადაჰყავდა პარტერში. მიწაზე სასტიკ დარტყმებს აყენებდა და კორპუსში მუხლებს
მოგებულებს ურტყავდა. ერთ-ერთ ეპიზოდში ჯასტინი ილიას ისედაც განადგურებულ თვალში თით სახვედრებს. რეფერი ამის შემჩნევას ვერ ასწრებს, რადგან დარღვევა უნებლიეთ გამოიყურებოდა. ნებისმიერი სხვა ადამიანი დიდი ხნის წინ დანებდებოდა, ან ღრმა ნოკაუტში აღმოჩნდებოდა, მაგრამ არა ქართველი. მან ყველაფერს გაუძლო. ის არა მხოლოდ არ გათიშულა, არამედ წინააღმდეგობასაც სწევდა. ბრმად მიიწევდა წინ და დარტყმის მიტანას ცდილობდა. ასეთ მდგომარეობაში გამარჯვება ფანტასტიკის სფერო იყო, მაგრამ მისი ამტანობა კოლოსალურ პატივისცემას იწვევს. მეხუთე რაუნდის წინ შესვენებაზე ძმა ალექსანდრე თოფურია ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას იღებს. ილია თოფურია მეხუთე რაუნდზე აღარ გამოვა. ჯასტინ გეიჯი იმარჯვებს და მსუბუქ წონაში UFC-ს ახალი ჩემპიონი ხდება. ეს UFC-ს ისტორიაში ყველაზე ხმაურიანი მოულოდნელობა იყო. ილიას განადგურებული სახის კადრების ყურებისას ჩვენ ამ ადამიანის მიმართ მხოლოდ უდიდეს პატივისცემას განვიცდით. მან დაამტკიცა, რომ დიდი ასოებით დაწერილი მეომარია, რომელიც არასდროს ნებდება. ადამიანი, რომელმაც შეუძლებელი შეძლო. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მებრძოლი და სწორედ ამიტომ იყო ყველასათვის ასე მტკივნეული ამ შედეგის ყურება. დიახ, ჩვენი მებრძოლი დამარცხდა. ამის შესახებ უკვე მთელმა საქართველო მიცის და დღეს სოციალური ქსელები განხილვებით ლამის აფეთქდეს. ხალხი მომხდარის დაჯერებაზე უარს ამბობს, ზოგიერთი მარცვალ აგროვებს მტკიცებულებებს, ზოგი კი აშკარა ფანტასტიკაში იჭრება და შეთქმულების გიჟურ თეორიებს აგებს. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია რაიმეს გადაჭრით მტკიცება, როცა ხელთ უტყუარი ფაქტები არ გაქვს, მაგრამ ხალხის აღშფოთების ტალღა უბრალოდ უზარმაზარია. პირად შეტყობინებებსა და პოსტების კომენტარებში მესიჯების კოლოსალური ნაკადი მივიღე. სწორედ ამიტომ დღეს გადავწყვიტე შემეგროვებინა და თქვენთვის მეჩვენებინა ჩვენი ქართველი გულშემატკივრებისა და ჩემი გამომწერების ყველაზე პოპულარული ვერსიები. თავიდანვე გეტყვით, ზოგიერთი ეს თეორია სავსებით ლოგიკურად და რეალისტურად ჟღერს, მაშინ როცა სხვები აბსოლუტურად აბსურდურად მეჩვენება. მაგრამ ახლა მთავარი 100%-იანი ჭეშმარიტების პოვნა კი არ არის. მთავარი ისაა, რომ მთელი საქართველო მთელი გულით ედგა მხარში ილიას. თითოეული ჩვენთაგანისთვის ეს მარცხი პირად ტკივილად იქცა და ხალხს უბრალოდ სჭირდება გულის გადაშლა. რათა როგორმე გაიაზროს თუ ზუსტად როგორ დაეცა ჩვენი ჩემპიონი. ზოგი ამ მარცხს უბრალოდ იღებს და ეგუება. ზოგი კი ცდილობს იპოვოს მიზეზი. ეს ბუნებრივია. აქ ცუც არაფერს ვხედავ, გამიხარდება თქვენი აზრიც მოვისმინო კომენტარებში. მაგრამ გახსოვდეთ, მაინც ძნელია ღიად ისაუბრო იმაზე, რისი დამტკიცებაც არ შეგიძლია. ამიტომაც ამ ყველაფერს ქვია თეორიები. ბიჭო, მთელი კარიერის განმავლობაში არ ქონია ამ გეიჯის ასეთი დიხანია და ეხლა გახდა სუპერმენი ეს ჩემისა. ხო არ ფიქრობთ თქვენც შემსავით, რომ ძვირად გაყიდული შოუ იყო? არავინ გაყიდიდა, პროსტა დოპინგის ამბავი მქონია რა. ტიპი მეორე რაუნდში უნდა გათიშულიყო და იმენა გიჟივით მოიხოდა. ეს ილიას ჯგუფს საერთოდ არ გავდა. ილიაზე ფსიქოლოგიურად მოქმედებენ. მის ცოლზე ჯერ გეიჯი, მერე ის ნაბიჯვარი რომ არის ჰოკიტი თუ ვინც არის და ამერიკაში მათ ტერიტორიაზე მათი წესები და ყველანაირად შეზღუდეს მებრძოლები, ამერიკული ბინძური თამაშები და მეხუთე რაუნდში აუცილებლად დაანოკაუტებდა გეიჯის. არაფრის თავი არ ქონდა, მაგრამ დროზე ადრე დაამთავრებინეს მსაჯებს იცოდნენ, რომ ილია ბოლომდე იბრძოლებდა და დოპინგ ტესტი აუცილებელია. გეიჯის ასეთი გამძლეობა ილიასთან არ ვიცი, დასაფიქრებელია. ეს ბრძოლა წააგებინეს ილიას. ილო, გენაცვალე გულში მართლა რაღაცა ითაღლით, ეს ასეა ძმებო, პატარა ქვეყნის შვილები ვართ და ჩვენი გამარჯვება არ აწყობთ. გენაცვალე ილო, ქართველი გლადიატორი ხარ, შემოგევლე. ამის თუ ვინმე სჯერა, ამათი ცირკაში დედები. ილია თოფურია ნომერ პირველი ხარ. რომელი რაუნდი ვაჯობეთ და სად იყო ის მომენტი, სადაც შეიძლებოდა დაესრულებინა და არ მიაწვა ბოლომდე. ვაღიაროთ რომ გვაჯობა გეიჯიმ, ნამეტანი კი ვინერვიულემ, მაგრამ გვაჯობა რა. არაფერი არ უყიდიათ, წააგო დამსახურებულად. ჩეხვებში შევიდა გეიჯისთან, რაც არ უნდა ექნა, ისქნა და მეორე სულ სახეში დარტყმით ანოკაუტებს და ეს კორპუსით დანოკაუტება მუცეში რა იყო? ამიხსენით. რიებს ერთ ხალხო, რა გაყიდა? სპორტია და ზოგჯერ წააგე. მერე რა? თოფურიამ ისეთი ტიპები გათიშა, არასდროს არავის რო არ გაუთიშავს. სპორტია და ყველაფერი ხდება. თან ბრძოლაში აწყვეტინეს და ბოლომდე არ დანებდა. არა უშავს, აუცილებლად დაიბრუნებს ჩემპიონის ტიტულს. წარმატებები ილია. ილია თოფურია გჯერათ რომ ბრძოლას გაყიდიდა? თავს ასე გაალახინებდა რის გამო? ფულის? და კარიერას ფულის გამო გეიჯის გააფუჭინებდა? არ იყო დღეს მაგისი დღე. ვერ იყო ფორმაში, რაც სპორტში ხშირად ხდება. აუცილებლად დაბრუნდება ისევ ის ილია. ვერ ვიტყვი ილიამ გაყიდა და ფული აიღო. არ იზავდა მაგას. ფიქრობ ტრამპის გაჩარიჩებულია მანდ. ბიჭო, ილია გალიაში სახელი და გვარი იყო მარტო. რასაც უყურემ, როგორც ძველმა მოკრივემ, ილიას არ იყო 10 წამიანი ძალის ნაშთი. ტექნიკურად გაცილებით უკეთესი იყო ვიდრე მოწინააღმდეგე და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ არ წაუგია ბრძოლა. ძალა ვერ გაანაწილა მთელ ბრძოლაზე. ეს ჩემპიონებს მოздით. ალიც კი რამდენიმეჯერ დამარცხდა. თუ ვიმსჯელებთ იმ პრინციპით, რაც არ კლავს ის გაძლიერებს, წინ კიდევ ბევრ გამარჯვებას ვიხილავთ. მორჩით იმის ლაპარაკს, რომ არ მოაგებინეს, გაყიდული იყო და აკლდა ცოტა ფორმაში ყოფნა და გამოცდილება, რომელიც შეიძინა. ილია, წარმატებები.
ჯასტინის მოგებას შენი წაგება ჯობდა. ილია უნდა დავიცვათ. ის ეხლა სარეცელზეა, მტერი ჩასაფრებულია. ფრთხილად არ მოწამლონ ილიას ავადმყოფოში, არ მოკლა. უფალი იყოს ილია შენი მფარველი. ამინ. შენ მასონების წინაშედ გახარ. როდესაც პირჯვარს იწერ, მართლმადიდებელო. იცოდე, სატანის მსახურ ტრამპს და ამერიკის მასონებს ეს აღიზიანებს. ილიამ იმიტომ წააგო, რომ ჯასტინ გეიჯის ხელში კასტეტი ჰქონდა და მძიმედ ურტყავდა, ამიტომ მალე თავიდან განმეორდება ჩხუბი. ილია შემოგევლე კაცულ გულში, ღმერთმა დაგლოცოს ჩემო ძმაო და გაგაძლიეროს, შენ სულს და გულს ვეხუტუნებ. ყველამ თავისი სახე აჩვენა, ეს სარუკიანი არის არ ვიცი, სიტყვებით არ მყოფნის, ილია შენზე ფული ვიშოვეო. ილია ბრძოლას არ გაყიდდა და ეს ყველა მიცოდა, ამიტომაც ტრამპმა ყველა ღონე იხმარა. ამ თემაში ვარ და ვიცი რაც ხდება, უბრალოდ ვერ დავამტკიცებ. ჯერ ერთი უეჭველი თაბაშირში ჰქონდა ბინტები ამ ყვერ გეიჯის, ვინც ამოწმებდა რა პრობლემა გაატარებდა ისე. მეორედ ორჯერ დიდი იყო და არავინ თქვას დოპინგზე არ იყო. ნიტოშტო დოპინგზე არ შეამოწმეს, დაჟე წონის აწონვებზეც გააყალბეს. მეორე რაუნდის ბოლოს ვის გაუგია ტრენერი ბევრ წყალს ძალით რო გალევინებს. და გამძიმებს შეჩემისა. მაქსიმუმ ერთი კლუბი, ან გამოივლე რა და შეეთესლე. არა, ტრენერი იმენად ძალით ალევინებდა. რატო? ეხლა ხვდებით რატო არ გავიდნენ რუსები მანდ. ვინ მოაგებინებდა იმათ იქ? ილიამ ხელი რომ მიარტყა ტრამპს და გაეღადავა, რატო წირავო ამ ჩემისასო? აგე პასუხი. კაროჩე ესაა სიმართლე, მაგრამ ისე გააკეთეს ვერაფერს გავაправებთ. პროსტა ჩვენი ძმა ცოდოა ამ ტისკებში რომ მოყვა. მეგობრებო, თქვენ იცით რომ მე თქვენთვის დოკუმენტურ ვიდეოებს და გადაცემებს ვაკეთებ, რათა MMA-ის სამყარო უკეთ გაგაცნოთ. პარალელურად კი მე თავადაც ღრმად ვიფლობი ამ სპორტში და თქვენთან ერთად ვსწავლობ მას. მაგრამ მოდით გულწრფელები ვიყოთ. პირველ რიგში მე უბრალო იუთუბერი ვარ. ადამიანი, რომელიც თავის დროზე უზომოდ შთააგონეს ჩვენმა ქართველმა მებრძოლებმა. მერაბ დვალიშვილი, ილია თოფურია, რომან დოლიძე, გიგა ჭიკაძე, გურამ ქუთათელაძე, სწორედ ამ ბიჭებმა აანთეს ჩემში ნაპერწკალი და შთამაგონეს ამ კონტენტის შექმნა. სწორედ ამიტომ მე ჩემს თავს ისეთივე რიგით გულშემატკივრად ვთვლი, როგორც თითოეული თქვენთაგანი, ჩემი გამომწერები. მე უზომოდ დიდ პატივს ვცემ ჩვენს მებრძოლებს და ზუსტად ისეთივე პატივს გცემთ თქვენს, ჩემ აუდიტორიას. ამიტომ არ მინდა ჩემი აზრის პირდაპირ დაფიქსირება ან ამ ბრძოლის შესახებ ხმამაღალი თეორიების გაჟღერება. ერთადერთი მინდა დარწმუნებით ყველას უთხრა, რომ ილია თოფურიას არ გაუყიდია ეს ბრძოლა და ამაზე ფიქრიც კი ყოვლად დაუშვებელია. გულწრფელად გეტყვით, შინაგანად არ მჯერა, რომ ჩვენმა ქართველმა უბრალოდ ასე წააგო. ჯერა რომ იქ რაღაცა მოხდა, აუცილებლად რაღაცა მოხდა. დარწმუნებული ვარ, რომ დროთა განმავლობაში ყველაფერი გაიშიფრება და ნამდვილი მიზეზიც გამოაშკარავდება. ან შესაძლოა ის ვერც კი ვერასდროს გავიგოთ. თუმცა ამ მომენტში მე თავისუფლებას ვერ მივცემ, რომ ვიღაცა გავაკრიტიკო ან ბრალდებების სროლა დავიწყო. მე უბრალოდ დაველოდები იმ დროს, როცა მთელი სიმართლე გაირკვევა. რატომ ვდუმ ვარ ჩემს ეჭვებში? პირველ რიგში თუ ჩემი ფიქრების პირდაპირ გადმოცემას დავიწყებ, ბევრმა შეიძლება ეს არასწორად გაიგოს ან დაამახინჯოს. და როცა საქმე ჩვენს მებრძოლებს ეხება, აქ მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო. ყველაფერი რასაც ხმამაღლა ვიტყვი, ფაქტებით უნდა იყოს გამყარებული. დიახ, მჯერა რომ რაღაცა უცნაური მოხდა. სხვათა შორის მე ვიყავი პირველი, რომელიც ამბობდა, რომ არსებობს შანსი, რომ ჯასტინ გეიჯის ჰქონდეს დოპინგი გაკეთებული. მაგრამ ხელთ არანაირი მტკიცებულება არ გამაჩნია. მე კი მხოლოდ იუთუბერი ვარ, რომელსაც შეიძლება სჯეროდეს თეორიების, მაგრამ ახლა მათი დადასტურება არ შეუძლია. ახლა მთავარია ჩვენს ილიას დაუდგეთ გვერდში. ჩვენთვის ის უკვე უდაო ჩემპიონია. მან ისტორია დაწერა, პირველი ორმაგი ჩემპიონი, რომელმაც ისე, რომს არც ერთი მარცხი არ განუცდია, ორ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა ტიტული. და ჩვენ უნდა გვახსოვდეს, მარცხი ნამდვილ მებრძოლს მხოლოდ აძლიერებს. არ არსებობს მეომრები იარების გარეშე. აბსოლუტურად ყველა დიადი მებრძოლი გადიოდა ამ ტკივილს, რათა ახალ საფეხურზე ასულიყო. ნამდვილი ჩემპიონი ეს ის ადამიანია, რომელიც მარცხის შემდეგ ბრუნდება და იბრუნებს იმას, რაც მას ეკუთვნის. სწორედ ეს აჩვენებს მის ჭეშმარიტ ხასიათს. გაიხსენეთ ისტორია. ჯორჯ სემპიერი, ანდერსონ სილვა, დემეტრიუს ჯონსონი, დენიელ კორმია, თავად ჯონ ჯონსაც კი აქვს რეკორდში ერთი მარცხი. ყველა ეს ლეგენდა წაბორძიგებულა, მაგრამ ისინი ბრუნდებოდნენ, იგებდნენ და დიად ჩემპიონების სტატუსს სამუდამოდ იმყარებდნენ. წამითაც არ მეპარება ეჭვი იმაში, რომ ილია ბევრად უფრო ძლიერი დაბრუნდება როგორც მენტალურად, ისე ფიზიკურად. ეს მარცხი მას მხოლოდ უკეთეს გახდის. ასე რომ შინაგანად მართლაც მჯერა, რომ რაღაცა ისე არ წავიდა, მაგრამ ამის დამტკიცება სამწუხაროდ არ შემიძლია. პირადად ჩემთვის რამოდენიმე თეორია მაქვს, თუმცა რადგან მათი ფაქტებით გამყარება შეუძლებელია, ამაზე საუბარი ძალიან არასწორი იქნება. ეს იქნება როგორც ჩვენი მებრძოლების, ასევე მეტოქის მიმართ გამოჩენილი უპატივცემულობა. ამიტომ ველოდებით რა სიტყვიან ამაზე თავად პროფესიონალები, ველოდებით იქნებ თქვენი მოსაზრება რეალური აღმოჩნდეს და ორგანიზაციამ დაადასტუროს რამე, რომ რაღაცა მართლაც მოხდა. მოკლედ ჩვენ უბრალოდ ველოდებით და ველოდებით. ეს ძალიან მძიმე სიტუაციაა. ამ მარცხს უზომოდ განვიცდი, მაგრამ ახლა ორმაგად მოტივირებული ვარ, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ილიას და მერაბიც დაბრუნდებიან და ჩვენ მათით კიდევ არაერთხელ ვიამაყებთ.